No! No! იკეტება პავილიონები იკმაზე და ხალხისგან დაიცალა. შესაბამისად მომეცა საშუალება უფრო შვიდ გარემოში გადავიყო, არავინ არ გადამირბენს წინ და საუბარიც ისე შემიძლია რომ გაგაგონოთ, იმიტომ რომ როცა აქ შოუებია, ხმამაღალზეა მუსიკა და არაფერი არის. ეს არის DRZ 2025 წლის მოდელი. DRZ 4 SM-ი დაარქვეს. წინა თაობას ერქვა 400 SM-ი, ახლა ნოლები მოაცილეს. მოკლედ წინა თაობა ძალიან დიდი ხანი გამოდიოდა ეს მოდელი. ჯერ ენდუროს სახით დაიწყეს წარმოება. მე გადავიდნენ სუპერმოტოზე 2006-ში თუ არ ვცდები, 2006-დან 24-მდე გამოდიოდა კარბურატორიანი სუპერმოტო ბაიკი და მანამდე შესაბამისად ენდურო ვერსიები ყველა კარბურატორზე იყო. სიახლე რაც არის 2025-იანში არის fuel injection FI, ანუ ელექტრონული ფარსუნკა თუ რავი როგორც არის. და ძირითადი განსხვავება ეგ არის და პლუს ეკო ნორმებს აკმაყოფილებს. ეხლა ზუსტად არ ვიცი Euro 5-ია სავარაუდოდ. მაგრამ ყველაზე ცუდი რაც გააკეთეს ის არის რომ კოლოფი არის 11 არც ნაკლები 5 სიჩქარიანი. წინა თაობაში ძალიან ბევრი უჩიოდა რომ 6-იანი გვინდაო და არ გამოასწორეს. ალბათ არ ჭირდება ამ მოტოციკლს, იმიტომ რომ დიდი სიმძლავრით არ გამოირჩევა, პირადად ყავს ეს წინა თაობა და ყოფნის 5-იანი კოლოფი 6-იანი რომც ჰქონდეს, ალბათ ვერ რეალიზდებოდა ეს მე-6 სიჩქარე ტყუილა ექნებოდა და დამძიმდებოდა ამძიმებს ეგ ყველაფერი. ხო, კიდე რა შეომჩნია, ეს არ მომეწონა ეკოლოგიური ნახშირის ფილტრია. და ეს პრიბორი თუ რაც არის, ანუ ეს პულტი ყველა მოდელს ერთი აქვს. GXR-დან დაწყებული adventure მოდელები, ეს 800-იანი adventure ყველას ერთი აქვს, ანუ ზუსტად იგივეა ერთ-ერთი. კარგი ხარისხია საკმაოდ, პრემიალური შეხედულება აქვს. ეს TR-ზე არ არის ძვირიანი მოდელი, მაგრამ რავი, ეს აქაც ჩატენეს. კიდე ეს დაამატეს, ფარების აციმცილება. ადრე არ ქონდა წინა მოდელს. ოპ, სიგნალი. ხო, Z-ის კრიშკა ეგ ქონდა წინა მოდელს, გვერდიდან ჩასასხმელი. რამაში იხმება აქაც Z-ი, რამა წარმოადგენს Z-ის რეზერვუარს. დაახლოებით ლიტრამდე Z-ი ინახება რამაში და რო დაქოქავ გადადის მერე და მერე ისევ ბრუნდება. ესე იგი, აქ დაამატეს უფრო ადვილი ჩასასხმელი იყო, ძალიან მოუხერხებელი იყო იქედან. საწვავის ავზი პლასმასია, დავაკვირდით ეხლა. ეს არის პლასმასის ანუ ნაკლადკა, ასე ვთქვათ, ვიზუალისტვის, მაგრამ ქვემოთ არის პლასმასი. სამჯერად გამჭვირვალე ბაკია, როგორც KTM Husqvarna-ს აქვს. ეს ალბათ წონის შესამცირებლადაც. ერთი რაც არ მომეწონა, ეს პლასმასის წვეტები, დიზაინის ელემენტია, მარტო აქ თავდება რეალურად რადიატორი, შიგნით არაფერი არ ხდება. უბრალოდ დიზაინის გამოა უფრო წვეტიანი. წინა თაობას არ ქონდა ესეთი ფეიკი რაღაცეები. წინა სადაც თავდებოდა იქ იყო, ოდნავ გამოდიოდა პატარაზე. ეგ ცოტა ფეიკია. ხო, დიზაინი ძალიან დახვეწილია, რა მე მომწონს ფარი. ეს წინა ფრთაც ძალიან ლამაზია. ამოტრიალებული ჩანგლები ქონდა წინა თაობაში სუპერმოტო ვერსიებს, აქაც იგივე, უბრალოდ გააშავეს, მოუხდა. წინა თაობას ოქროსფერი ქონდა, ოქროსფერი უკვე მოძველებულად ითვლება, ძირითადად განსხვავებულ ფერებს ცდილობენ მწარმოებლები. სუპერმოტოს დისკები ლურჯი ფერი ძალიან უხდება, თეთრი ლურჯზე ეს კომბინაცია მე ყველაზე მეტად მეფავორიტება. თვითონ ეს მოდელიც ამ მოდელის ფერი მომწონს, მაგრამ შავი დისკები საერთოდ არ უხდება, იკარგება მოტოციკლი. აი რომ კონდეს არჩევანი, ამას ავიღებდი. ხო, კიდე განსხვავება რა გვაქვს? სკამია ბევრად კომფორტული, ანუ DR-ზე წინა თაობას კომფორტული რომ გამხდარიყო სკამი უნდა გვეყიდა დამატებით სკამი $300 გადაგვეხა და აქ უკვე კომფორტი გვაქვს. და კარგი შესრულება ხარისხი საკმაოდ. კიდე რა შემიძლია თქვა? პულტებზე ვილაპარაკეთ. ტორმუზები არ გაუდიდებიათ. არა, პრინციპში დიდია. სუპერმოტოზე დიდია, ენდუროზე გადავიდეთ, ნახოთ. შედარებით დიდია ზომაში. საყრდენი დისკიც იგივე ზომაა, სავარაუდოდ 220-ია, 225 თუ რაღაც ეგრე. ხო, ძრავში რა ხდება?
ძრავში რა ხდება? ნუ ეს კატალიზატორის სენსორია ლამბდა დატჩიკი. კატალიზატორიც აქვს, აქ აქვს სავარაუდოდ განლაგებული ეკოლოგიურ ნორმებს და აკმაყოფილებდეს. ძრავის ეს გალუკა ძალიან განსხვავებულია, მთლიანად არის შეცვლილი და დიდი პლუსია, რომ ეს ალების სანთელი გვერდიდან მარტივად შესაძლებელია. წინა თაობებს იქედან უნდა ჩამძვრალიყავი და რა მოუშლი და სვეჩნოი, ასე ვთქვათ, კანჩის ჩასაყოფად ეს ძალიან უხერხებული გვერდიდან ცვლი. სხვა რა, ეს გააკეთეს მაიატნიკი ალუმინის, წინა თაობაზე რკინის ქონდა, პროფილური რკინა იყო, ტრუბოკვადრატი ეგრეთ წოდებული, ძალიან უშნო იყო მოძველებული. ეს უკვე ალუმინია. ხო, ენდუროზე განსხვავება დისკებია. ხო, კიდე განსხვავება ისა, რომ ენდურო ვერსიას ამოტრიალებული ჩანგლები არ ქონდა წინა თაობაში, 2024 წლამდე მოდელში გულისხმობ წინა თაობას. აქ უკვე აქაც ამოტრიალებული გვაქვს, იქაც upside down USD. ხო, კიდე რა. ესიც საკმაოდ კარგი ისეთია, მასიური და სანდო. არც წინა თაობა უჩიოდა პრინციპში. მაგის დეფიციტს ნოშკა სანდო ქონდა. ხო, ეს მაყუჩი ძალიან ლამაზია. უჯანკავი ფოლადია სავარაუდოდ. ზომაში ისეთი დიდი არ არის, როგორც წინა თაობებში, ხმა არ ვიცი როგორი აქვს. ხო, ტორმუზე არაფერი განსაკუთრებული, იგივე მსგავსია რა, არაფერი განსაკუთრებული, უკან მისინია. ხო, ABS დაამატეს ამ მოდელს, კიდე მოვიწყდებოდა მე თქვა. ზუსტად არ მახსოვს ახლა ეგ ოპციონალური ABS ყველას აქვს თუ ABS-იანი ვერსია თალკე შეგიძლია იყიდო, მაგრამ ABS-ი რო აქვს ძალიან დიდი პლუსია, თანამედროვე მოტოციკლს ABS-ი უნდა ქონდეს. მინუსი ის არის, რომ 151 კილო, ანუ დაამძიმეს დაახლოებით 6 კილოთი წინა, როგორც მახსოვს 155 იყო. ხო. სხვა რა ვიცი. სიმაღლე ჯდომის დროს იგივე ის არის რა, შეგრძნება არაფერი განსხვავებული არ არის. რულია თითქოს უფრო განიერი წინა თაობასთან შედარებით. ხო, პრიბორი, ასე ვთქვათ, მანიშნებელი დაფა თანამედროვეა. მართალია შავ-თეთრია, მაგრამ კარგად იკითხება, მონოქრომული. ნუ თანამედროვე. წინა ძალიან ის იყო, აგური იყო ჩვეულებრივი. აგური, კალკულატორის ციფრები ქონდა და აქ უკვე ჩეკსაც ვინტებს ABS-ი. ეს არის მე მგონი traction control-ი და ნუ რაღაც ჩეკებს რაღაცებს ანთებს. ხო, კიდე ერთი პლუსი, ბენზინის მანიშნებელი გვაქვს აქ, წინა თაობებში არ ქონდა. და კარბურატორს უნდა გადაგერთო, რომ გითავდებოდა ბენზინი რეზერვზე. აქ უკვე გვაქვს კუბიკები. მართალია ძალიან ინფორმატიულობით არ გამოირჩევა. ბევრი კუბიკი არ არის, მაგრამ რაც არის, მადლობა ამისთვის. ხო, USB პორტი დაამატეს. ესეთი შეგიძლია ჩავაერთოთ. გასაღები გადაადგილეს, კიდე გასაღები სადღაც აქეთ ქონდა. პრიბორი იყო აქ, წინა თაობებში. და აქ უფრო ერგონომიული გახდა, გასაღები ცენტრშია, პრიბორი არაფერს არ უშლის, არაფერს არ ედება. რავი, მოკლედ არ არის ცუდი მოტო. თუმცა ეს 800-იანი ვისტორმზე დავჯექი და აი ჩემი ბოდიში და ტრაკისთვის არის შექმნილი რა. და აი ზუსტად ჩემთვის არის, რომ ჯდები სახში ხარ. ამით ევროპაში სად დიდ გზაზე წავიდოდი სიამოვნებით. ესეთი ერგონომიკა, რავი, ჩემ ტრაკისთვის სხვა ბაიკებზე არ მინახავს. რავი, GS-იც კი არ მომერგო ესე კარგად, როგორც ეს არის ძალიან საყვარელი ფერიც, აღარ ვიჯექი ამაზეც. კარგი დაგემშვიდობებით, მოკლედ. იმედია მოგეწონებათ და ინფორმაცია რაც მოგაწოდეთ საინტერესო იქნება. აბა მომავალ შეხვედრამდე. და მადლობა რომ იწერთ არხს, ალაიქებთ, აშიარებთ და რა ვიცი, პოზიტიურ კომენტარებს ტოვებთ. აბა დროებით წარმატებები.